საინტერესო ისტორია აქვს საქართველოში აღლუმებს, სამხედრო აღლუმებს. ჯერ კიდევ ძველ დროში რომაელებიდან მოყოლებული ტარდებოდა ეს სამხედრო ძალების დემონსტრაცია, როდესაც გამარჯვებული რომაელის სარდლები ბრუნდებოდნენ რომში და აწყობდნენ ჩვენებას ნადავლის. საქართველოს ისტორიაში აღლუმები 1919 წლიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, დიდი ხნის ნანატრი და ძალიან ლამაზი და საინტერესო სანახავია და სიამაყეს გვრის. 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობა და იმავე წელს ჩატარებული სამხედრო აღლუმი ახლანდელი მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც ძალიან ესეთი უიარაღო შეიძლება ითქვას აღლუმი მოეწყო, მაგრამ ძალიან ამაღელვებელი იყო, იმიტომ რომ პირველად იქ წარსდგა ეროვნული გვარდია, დაახლოებით 10,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა და მათ შორის შინაგანი ჯარებიც, მაგრამ სამწუხაროდ 1991 წლის დეკემბრისა და შემდგომ უკვე განვითარებულმა მოვლენებმა თბილისის ომმა ძალიან ცუდი დაღი დაასვა ქართულ ჯარს ზოგადად და ქართულ საზოგადოებას. 1992 წელსაც ჩატარდა, უკაცრავად 13 წელს ჩატარდა 26 მაისის აღლუმი და აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ ფრონტის ხაზზე გაემგზავრა და ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის. 1997 წელს ჩატარდა ბოლოს შევარდნაძის ეპოქის აღლუმი ვარდიკო ნადიბაიძის ministrობის დროს, არც თუ ისე პოპეზური და ზოგადად არ აღნიშნავდნენ ეკონომიურობის ეგიდით და 2004 წლის 26 მაისს ჩატარდა სამხედრო აღლუმი, ძალიან ლამაზი და სანახაობრივი და სხვათა შორის სამასი არაგველის ძეგლთან, სადაც გაცხადდა, რომ საქართველოს ყავს უკეთესი ჯარი და ეყოლება უფრო უკეთესი და ძალიან ლამაზი და საინტერესო სანახაობა. მაგრამ რა არის ამ აღლუმების მიზანი? ეს არის საინტერესო, რომ ამის ჩვენ ვაკეთებთ საკუთარ თავთან დემონსტრირებას იმისა, თუ რომ ყავს ჯარი, რომ გვაქვს თავდაცვით უნარიანობა, რომ გვაქვს мотиваცია და ასე შემდეგ. ეხლაც ჩატარდება შაშანაც იყო და ასე შემდეგ, მაგრამ თავი რა არის, ჩვენ მართლა გვაქვს ყავს ისეთი ძლიერი არმია, რომელიც დაგვიცავს და კიდევ ერთი ცუდი რამ ტენდენცია რაც არის და უნდა გამოსწორდეს ალბათ, ის არის ის, რომ არც ერთ აღლუმზე სამწუხაროდ საპატიო სტუმრის ეგიდით არ მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანები, რომელიც უნდა გამოსწორდეს აუცილებლად.